Undებით დღის ერთ-ერთ მთავარ თემას ეს თემა არის არაბული ინვესტიციები. Ამ თემაზე ვიწყებთ საუბარს სტუდიის სტუმრებთან ერთად წარმოგიდგენთ მათ. ესენი არიან მოძრაობა ქართული რესპუბლიკის დამფუძნებლები ლევან ნიშნიანიძე და ბექა ახალიბეგაშვილი. მოგესალმებით, მადლობა რომ გვეცვლით ფორმულაში. Რა კითხვებზე არ გაქვთ თქვენ პასუხები, რატომ არის ეს პროექტი ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის დამაზიანებელი? თქვენგან დავიწყოთ. კი ბატონო, მოგესალმებით. მოგესალმებით მაყურებელს. ხო, დღეს ვიხილეთ ჩვენი ეგრეთ წოდებული პრემიერისგან კარგი TikTok-ერი ვიდეო გამოაცხო, სადაც თითქოს ყვებოდა იმ და ცდილობდა ეპასუხა იმ კითხვებზე, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. პირველ რიგში მოუწია მსგავსი ასე ვთქვათ ვიდეოს ჩაწერა და გაკეთება. ეგეც კარგია და ეგეც აჩვენებს, რომ ყოველთვის აქვს აზრი და მნიშვნელოვანი ბრძოლა, იმიტომ რომ მანამდე რაღაცა მართლა კომიკური გამართლებები ქონდა გადმოგდებული, ამის გაასაღეს, რომ 10000 აბოთბილელი ჩამოვა და არა ის ადამიანი, ვინც იქ ბინას იყიდის და საცხოვრებლად გადმოვა, მე სისულელეები იყო ლაპარაკი იმაზე, რომ აი თურქები იყვნენ და ვერ გაგვათურქეს. Ათას სისულელე დღეს მოუწიათ დასხდომა და რაღაც კონკრეტული ახსნა რაღაცეების და ისე და ისე ეს უკვე კარგია, თუმცა მაინც ვერ მივიღეთ პასუხები ძალიან მნიშვნელოვან კითხვებზე. ერთ-ერთი პირველი რაზეც გააკეთა აქცენტი და ეცა და კობახიძე იყო, რომ აი დასაქმებაზე, თუმცა ძალიან მარტივად შეიძლება თქვა, რომ იქ საქართველოს მოქალაქეები დასაქმებიან, თუმცა მან ეს ვერ თქვა, იმიტომ რომ იცის, რომ ეს პირობა არ დევს ხელშეკრულებას და თქვა, რომ ქართული კომპანიები გააკეთებენ. თუმცა დღეს ვიცით, რომ ქართული კომპანიები მათ შორის ქირაობენ ამ უცხოელებს და ეხლა გუშინ რუსთავში ვიყავით შეხვედრაზე და ფილებს აგებდნენ ინდუელი თუ არ ვიცი პაკისტანელი ხელოსნები ასე ვთქვათ და ეს ჩვეულებრივი მეთოდია თუ ასე ვთქვათ პირდაპირ განსაზღვრება არ იქნება იმის შესახებ რომ საქართველოს მოქალაქეები უნდა იყვნენ დასაქმებული ქართული კომპანიებიც მით უმეტეს მსგავს პროექტებზე ვიცით რომ ხოლოდ ის კომპანიები არიან ჩართული, რომლებიც დაახლოებული არიან ქართულ ოცნებასთან და სხვები ვერ მიეკარებიან ამას და ესეთი კომპანიები ყოველთვის მოიყვანენ იაფ იმ მუშახას, რომელიც ყველაზე იაფი დაუჯდება და მათ შორის დარწმუნებული ვარ, იქნებიან არაქართველები ძალიან დიდი ნაწილით. კი ბატონო, ბექა, თქვენი აზრით ამ თემას რამდენად მნიშვნელოვანია რომ ყურადღება მივაქციოთ? არერთი პოსტი ბოლო პერიოდია ეს ერთ-ერთი მთავარი თემა. თქვენი აზრით ეს საკითხი არის ის, რაც საზოგადოებას უფრო გააბრაზებს, ქუჩაში გამოიყვანს. რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი ქართველებისთვის, რა უნდა ვიცოდეთ ამ საკითხის შესახებ? ფაქტია, რომ საზოგადოებაში ძალიან დიდი უნებათაღელვა გამოიწვია და ჩემი აზრით პირველ რიგში ეს უკავშირდება იმ ფაქტს, რომ მთლიანად პროექტის დეტალები არის როგორც კომერციული საიდუმლოება, ისე მიჩნეული და საზოგადოებამ არ იცის რეალურად რა პროექტია საუბარი, რეალურად რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს და კობახიძის განცხადებას მე შევეხები, სადაც ისაუბრა დღეს ამ პროექტზე და თქვა, რომ რაღაც 9500 ბინა იქნება საცხოვრებელი, რომელიც გაიყიდება და ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს არანაირი რაღაც გამარტივებული წესით არ მისცემს თუნდაც რაღაცა უცხოელ შემსყიდველებს იმის შესაძლებლობას, რომ ცხოვრების უფლება და ნებართვა მიიღონ ქვეყანაში. ხო, ჩვენ პირდაპირ გვიწერია კანონში, რომ 300,000 ლარზე მეტი ინვესტიციის შემთხვევაში ავტომატურად იღებს უცხოელი ინვესტორი იქნება ეს თუ ჩვეულებრივი ბინის შემსყიდველი, მნიშვნელობა არ აქვს ამას ცხოვრების ნებართვას. ხო, 9500 ბინაზეა საუბარი და დანარჩენი ყველაფერი კომერციული სახით იქნებაო, ხო? ანუ კომერციული მიზნებისთვის აშენდებაო. როდესაც ამაზეა საუბარი და იმაზე გაუსვა ხაზი კიდე რომ 60% როდესაც თქვაო ინვესტორმაო, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ის ფაქტია რომ უახლოეს მომავალში რაც შეიძლება მეტი ქართველი შეძლებსო და ვფიქრობ რომ 50%-ზე მეტი იქნება შემსყიდველია, ხო? და რეალურად ჩვენ როდესაც ქვეყანაში საუბარია იმაზე რომ მაქსიმალური თვითონაც გაუსვა ხაზი სხვათა შორის არ უარყო რომ ძალიან დიდი მიგრაციის პრობლემა გვაქვს და ეს ფაქტია და კარგია რომ ამას მაინც არ უარყოფენ და არ ატყუებენ მოსახლეობას, ხო? და როდესაც ასეთ პირობებში ვცხოვრობთ და იმის შესაძლებლობას აჩენ ქვეყანაში შუაგულში ქვეყნებს თან ისიც თქვა რომ კწანისის ტრაბარკი ისეთ მდგომარეობაშიაო რომ მის რეაბილიტაცია 150 მილიონი დასჭირდებაო და რეალურად ძალიან დიდი თანხაო ბიუჯეტისთვისო და ანუ სარეკრეაციო ზონების მოწყობისთვის და ესეთ ტრაბარკების მოწყობისთვის არ გვიღებს, ხო? რამე თანხა რო გავიღოთ ბიუჯეტიდან ეგრე გამოდის და ჯობია რომ გავყიდოთ, გავასხვისოთ რაღაცა უცხოელი ინვესტორი შემოვიყვანოს. ისე დაანოს და რომ არც ეს ჯგუფთან იგივე არც ეს საექსპერტო საზოგადოებას არავისთან კონსულტაცია არ ყოფილა. კი ბატონო და ჩვენ რასაც ვითხოვთ ამაზე ხაზი მინდა გავუსვათ აუცილებლად რომ ჩვენი გუნდი ქართული რესპუბლიკა რასაც ითხოვს, ჩვენ საკმაოდ რეალური მოთხოვნები გვაქვს. პირველ რიგში გვინდა რომ გასაჯაროვდეს ხელშეკრულება რომ ვიცოდეთ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ინვესტიციების წინააღმდეგ, ძალიან კარგად გვესმის ინვესტიციების ფასი, რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის და რეალურად ჩვენ გვინდა ვიცოდეთ რომ რა პასუხისმგებლობა შეიძლება ელოდოს სახელმწიფო იმ შემთხვევაში თუ ეს პროექტი არ ხორციელდება, ხო? იმიტომ რომ კიდევ ერთხელ უამრავი მაგალითი გვაქვს იმის და ყველაზე ახლო მაგალითი
რო ავიღოთ მილიარდი ლარის ღირებულება, რაც ან ჯარიმის სახით რაც დაეკისრა სახელმწიფოს, ეს არის ნამოხვან ხესის პროექტი, ხო და იქაც ზუსტად ეგრე იყო, რომ იყიდებოდა ადგილობრივი მოსახლეობის მიწები ისე, რომ საერთოდ არავისთვის არაფერი არ უკითხავთ, ხო? და რეალურად აქედან წამოვიდა პრობლემა და მე ამ მოსახლეობას კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაუდგა მხარში და მე ეგ ჩაერთენ ექსპერტები, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ შეიძლება ძალიან დიდი საფრთხის შემცველი ყოფილიყო მთლიანად ქუთაისისთვისაც კი, ხო, ამ ხელა ჰესის აშენება და ამიტომ არის მნიშვნელოვანი გასაჯაროდეს ეს დეტალები პირველ რიგში, გაიმართოს საჯარო დისკუსიები და დაეკითხონ ქართველ ხალხს რა მოლოდინები აქვს, რა დამოკიდებულება აქვს ამ პროექტთან დაკავშირებით, მით უმეტეს 9500 თუნდაც ბინა რო ავიღოთ, 60% სადღაც 6000 შემსყიდველი რო უცხოელი გეყოლება, ხო? და რეალურად მოსახლეობის კუთხით როგორც ითვლება დაახლოებით 3-ზე მაინც რო გაამრავლო, შენ ქმნი დასახლებას, სადაც 18000 ადამიანი დაახლოებით რო ვიანგარიშოთ, აი ყველაზე ისე როგორც ითვლება ხოლმე, იქნება უცხოელი მაცხოვრებელი, ხო, რომელზეც ბინადრობის ნებართვა ავტომატურად გაიცემა, იმიტომ რომ კვადრატულის ღირებულებაზე ისეთზეა საუბარი, რომ მან არ არსებობს რაიმე კვადრატულობის ფართი შეიძინო, რომელიც 300,000 ლარს ვერ გაცდება. და ეს დამცინავი დამოკიდებულება, რომ თურმე ეკონომიკა ისე ვითარდება, რომ რაღაცა მომდევნო 1-2 წელში ქართველი აუცილებლად შეძლებს და 50%-ზე მეტი შემსყიდველი ქართველი იქნება, რეალურად ყველამ საკუთარ რაღაცა ეკონომიკურ მდგომარეობას გადახედოს და რა პროცენტია ეგეთი ქართველი თავად შეაფასოს. ხოდი ასე შევხედოთ ამ საკითხს, შესაძლოა თუ არა რაღაცნაირად საქმე გქონდეს ნამახვან ეს ორთან და შესაძლოა მართლაც იყოს ბიძინა ივანიშვილის სურვილი, რომ ეს პროექტი ჩაიშალოს და ინვესტორთან იყოს რაღაც ტიპის გარიგება თანხის გადანაწილებასთან დაკავშირებით ამ ვერსიას რამდენად განიხილავთ? იცით რომ მე მგონია რომ ნამახვანის შემთხვევაში გეგმა-ბ იყო, ანუ ეხლა როგორ გამოვიდა, ნებისმიერ შემთხვევაში მოგებული დარჩა ვიღაცა. მე მჯერა რომ იქაც იმის გათვალისწინებით როგორ ხორციელდება საქართველოში მსგავსი დიდი პროექტები და იმ თუნდაც იმ ბოლო სკანდალური დაკავებების და იმ კორუფციული ამბების შემდეგ რაც გაჟონა და გახდა ცნობილი, ნებისმიერ მსგავს დიდ პროექტში ვიღაცა, ასე ვთქვათ, cashbacks მარტივად რო ვთქვათ, ატკაცებულებურად რო ვთქვათ, სლენგზე ვიღაცა იღებს ხოლმე მსგავს პროექტებზე, იმიტომ რომ ვერ ხორციელდება. მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, ასე ვთქვათ, ჩვენს დასავლურ პარტნიორებს ვარ ხვდება, რომ იმიტომ რომ მე რაშუაში ვარო და რომ ამის ამართებს ამ ფსევდო პრემიერთან და ხელებს რო უკოცნიდა ამის არაბულ ინვესტორებს, მათ შორის ეგ იყო, პირადი ინტერესი იყო აქ ჩადებული ჩემი აზრით და სხვანაირად ისე არ მოხდებოდა. ამიტომ მე მგონია რომ ანუ ეს შეიძლება გეგმა-ბ არის ჩადებული, ანუ ნებისმიერ შემთხვევაში გარანტირებული თანხას იღებს, თუ არ განხორციელდა, იქაც თვითონ ინვესტორის რა თქმა უნდა იღებს თავს მით უმეტეს ესეთი მაგალითი რო აქვს, რომ თუ რას გაუქმდა, უკვე სახელმწიფოსგან კომპენსაციას მიიღებს და იმ კომპენსაციაშიც რა თქმა უნდა გათვალისწინებული იქნება ვიღაცის კერძო ინტერესი. ამიტომ ხო ეს უნდა გვახსოვდეს და ანუ მაგიტო გასაჯაროებას რო ვითხოვთ, ზუსტად ეს არის, რომ გვაჩვენონ, ხო? და მათ შორის აქ მოიყვანა კობახიძე მაგალითი, რომ ანუ ეს რაც კომერციულ საიტო, აქ კომერციაზე როდესაც ლაპარაკობ, აქ მხარე არის ქართველი ხალხი, ეს არ ეკუთვნოდა კობახიძეს და ივანიშვილს და როგორ შეიძლება მხარემ არ იცოდეს რაზე დათანხმდა, ხო? ამიტომ ეს მიდგომა სრულიად გაუგებარია ესეთი მასშტაბის საჯაროს ხალხის ქონებას როცა ეხება. კი ბატონო, აი ამ ნაწილზე რაღაცნაირად ახალი სპეცოპერაცია ამ თემის ასე შემოტრიალება, რომ შესაძლოა ოლიგარქს მართლაც სურდეს ამ პროექტის ჩაშლა და ამ ყველაფრის უკან არა არაბული ინვესტიციები, არამედ ბევრად სხვა რამე იდგას. კი, რეალურად ბოლო მით უმეტეს აი კიდე ერთხელ ამბობ ლევანი ძალიან კარგად გაუსვა ხაზი იმას, რომ აქვს გამოცდილება ამ ინვესტორს, რომ ქვეყანაში ასეთი დიდი პროექტების მიმართ არის საზოგადოების დამოკიდებულება საკმაოდ სენსიტიური, რაც დიდი პროტესტის ტალღას იწვევს რეალურად, ხო? მით უმეტეს, როდესაც რაღაცა ისე როგორც გავრცელდა ის ინფორმაცია, რომ უცხოური დასახლების შექმნაზე არის საუბარი, ხო? რეალურად, ანუ ჩემი აზრით, მათ გათვალისწინებული აქვთ ის ფაქტი, რომ ამ მშენებლობამ, ამ პროექტმა შეიძლება ძალიან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვიოს და ძალიან დიდი მასა გამოვიდეს, მით უმეტეს ბოლო პროტესტებს თუ გავითვალისწინებთ, ვიცით, რომ უამრავი საზოგადოებაში უამრავი ადამიანია, რომელიც პროტესტის გზნობით არის განწყობილი და რაღაცა ახალ ეტაპზე გადადის ეს პროტესტიც და რაც უფრო მეტი პრობლემა იქნება, შესაბამისად უფრო მეტ ადამიანში იზრდება ეს პროტესტის გზნობა. კი, რა თქმა უნდა. ხარდამჭერები ვიც ამ პროექტს. ქართული ოცნების ხარდამჭერი არაერთი ვიცი მე პირადად, რომელიც კონკრეტულად ამ პროექტის წინააღმდეგია, ხო? და რეალურად, როდესაც ეს ყველაფერი გათვალისწინებული აქვს თავად ინვესტორს, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობაზე, რაღაც შედეგებზე, რაღაცაზე აუცილებლად მოითხოვდა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას. და რეალურად, როდესაც ვითხოვთ საჯაროებას ამ პროექტის, ხო? გვაინტერესებს პირველ რიგში ჩვენ ქართული საზოგადოება, როგორც მხარე, რა პასუხისმგებლობის წინაშე შეიძლება დავდგეთ იმ შემთხვევაში, თუ ეს პროექტი არ განხორციელდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ქართველისთვის ეს მოთხოვნა უნდა იყოს საერთაშორისო მნიშვნელოვანი, ეს რა თქმა უნდა ადეკვატურია და სამართლიანი და რელევანტურია, თუ ამ ქვეყანაში რაიმეზე პრეტენზია გაქვს იმაზე, რომ მოქალაქე ხარ და გინდა რომ უკეთეს გარემოში იცხოვრო,
ყველამ უნდა გაითვალისწინოს, მით უმეტეს კიდევ ერთხელ ვამბობ, რა ვიცი, საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით თუნდაც ყობახიძეს ვინმე რამეს დაეკითხა, იმიტომ რომ კადრები, რომლებიც გავრცელდა იქ შეიხთან შეხვედრის დროს, საერთოდ რა თარჯიმანმა უფრო მეტი ილაპარაკა, ვიდრე ყობახიძემ, ხო, იმ კადრებიდან რაც შეგვიძლია ვისაუბროთ და ეხლა დღეს რო გამოდის და მაქსიმალურად რო ცდილობს ისეთი რაღაცების ახსნას, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში თურმე 60,000-ზე მეტი ბინა უცხოელზე გაიყიდა და ამან არანაირი დემოგრაფიული პრობლემა არ შექმნა და არანაირი გარუსება არ გამოიწვია თურმე და ასე შემდეგ, რატო ხდება ესე, რომ ნელ-ნელა იზრდება იმ ადამიანების რიცხვი და რაოდენობა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში უძრავ ქონებას იძენენ და ესენი არ არიან ქართველები. გვიპასუხოს ამ ყველაფერს და რატო შეიძლება წინასწარ უკვე ინვესტორს გათვალისწინებული კონდეს ის, რომ შემსყიდველთა რაოდენობა უცხოელი უფრო მეტი იქნება ვიდრე ქართველი, ხო? ეს ყველაფერი ზუსტად დათვლილი აქვს, ეს ყველაფერი ზუსტად გამოკვლეული აქვს, იცის ქართული ბაზარი, იცის ქართული მოსახლეობის ფინანსური შესაძლებლობა და ამიტომაც აქვს გათვალისწინებული, რომ ეხა ის ახსნა, რომ საერთაშორისო ძალიან ბევრი პარტნიორი ყავს და გაყიდვების დიდი გამოცდილება აქვს და შესაბამისად აქედან გამომდინარე გათვალა რომ 60% უცხოელი იქნება არის სრული აბსურდი. ხო, როდესაც იცი რომ შედიხარ ბაზარზე, სადაც შემსყიდველი გაყოლება ადგილობრივი, რატო უნდა იფიქრო იმაზე რომ ჩამოიყვანო უცხოელი და იმას მეიყიდო. ხო, აი ვახსენეთ რომ ეს თემა საზოგადოებაში დიდ აღშფოთებას იწვევს და რაღაცნაირად რომ ვილაპარაკოთ მიმდინარე პროტესტის კონტექსტში, რამდენად მნიშვნელოვანია იგივე მსგავსი თემების თქვათ გამოყენება ამ პროცესში, რომ უფრო საქმიანი იყოს ის პროტესტი, რომელიც უკვე თითქმის 1 წელია საქართველოში არის. კი, ეს პროტესტი მათ შორის იმიტომ არის მნიშვნელოვანი და ეს საკითხი, რომ წეგან ვახსენეთ, რომ ქართული ოცნების ბევრი მხარდამჭერისთვისაც კი მიუღებელი ეს პროექტი და ამასთან დაკავშირებით კითხვები აქვს და მაგიტომ უნდა შეხედონ მათ შორის მათ, როდესაც ეს აკავებენ ადამიანებს ქუჩაში დგომის გამო, პროტესტის გამო, უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ადამიანების მიმართ არ ვიქნებით солиდარული, მათ შორის აუცილებლად კიდევ ბევრი საკითხი გამოჩნდება, რომელსაც ისინი არ დაეთანხმებიან და მათ აღარ ექნებათ იმის საშუალება, რომ ასე ვთქვათ, რაღაცნაირად პროტესტი გამოხატონ და შეეწინააღმდეგონ ამ პროცესს. ამიტომ ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია, რომ ეს დაინახონ და ერთი საკითხი კიდე რომ კუთხითაც ნაკლებად საუბრობთ ხოლმე, სულ დაუჯეროთ, რომ იქ დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ქართველები იქნებიან და სულ არაბინა გაიყიდოთ, ასე ვთქვათ, ვიზე გაიყიდება ამას თავი დავანებოთ. კიდე აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასე სახელმწიფო შემოყავს უზარმაზარი გიგანტი, უცხოური კომპანია, უდგება რაღაც გარანტად, პარტნიორად და კონკურენტად უჩენს ქართულ სამშენებლო კომპანიებს, ხო? ეს საბოლოოდ აუცილებლად გააძვირებს მშენებლობას იმ პატარა სამშენებლო კომპანიებს, რომელიც პატარა ბინებს აშენებენ, რომლის ყიდვასაც საშუალო სტატისტიკური ქართველი ვახერხებთ, ასე უზარმაზარი იპოთეკით და უზარმაზარი სესხებით, უზარმაზარი პროცენტით, ხო? რაზეც განსხვავებით იმ უცხოელებისგან, რომლებიც იყიდიან დაბალი პროცენტით, იმიტომ რომ იქ შიგნით მათ მიუწვდებათ დაბალ პროცენტი ესას. ეს პლუს კიდე აუცილებლად გაუძვირებს ბინებს ამ ჩაულებრივ ქართველებს, რომელსაც პატარა 40 და 60 კვადრატის ყიდვას ცდილობენ, იმის გამო, რომ იქ ვიღაც ფეშენებელური ვილები აიშენონ და იცხოვრონ ამ წანის სიცხეპარში ვიღაც უცხოელებმა. კი ბატონო, ვასრულებთ და რეპლიკის საშუალება. ხო, რაც შეეხება პროტესტს, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უამრავი სინდისის პატიმარი ყავს სტუდენტები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებიც უკვე თვეებია ციხეში იმყოფებიან და რა ვიცი, солиდარობა სინდისის პატიმრობს პირველ რიგში და რაც შეეხება მთლიან მოსახლეობას, მინდა უთხრა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში არა მხოლოდ რაღაცა 1 წლის წინ დაწყებულ პროტესტზე მაქვს აქ საუბარი, რამდენიმე წლის წინ აქტიურად იყო პროტესტი უკვე საზოგადოებაში გაუგებული და არაერთხელ გამოსულა მიუხედავად საზოგადოების დიდი ნაწილი მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელა პერიოდი არ გაგრძელებულა, ხო? მაგრამ ის ფაქტები, რაც ამდენი ხანია ვაპროტესტებთ, რომ თურმე კორუფცია ქვეყანაში, თურმე ქართული მიწები იყიდება რაღაცა კურვალული გარიგებებით, თურმე ქრთამს იღებენ მათი მაღალჩინოსნები და ხდება ამ მიწების რაღაცა თუნდაც სტატუსების შეცვლა იმის გამო, რომ უცხოელი ინვესტორი შემოვიდეს და რაღაცა ააშენოს, ხო? და ეს ყველაფერი აღმოჩნდა, რომ არის სიმართლე. ამ ყველაფერს უკვე ქართული ოცნებას თვითონ ვეღარ მალავს, ადასტურებს საკუთარი საგამოძიებო სისტემებით და ცდილობს მაქსიმალურად რომ სხვადასხვა ადამიანებს გადააბრალოს. აღმოჩნდა ისიც, რომ სამეი წელი რო გვატყუებენ, რომ თურმე ტერიტორია არ დაგვიკარგავს, თურმე ტერიტორიას დაგვიკარგავს და ეხლა ვნახეთ, რომ ეს ცალკეულად მხოლოდ გახარიას უნდა რომ გადააბრალონ და ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკა. და ამდენი ხანი რაც ვცნობთ, რომ სათითაოდ შეგვეხება თითოეულ ქართველს ეს ყველაფერი. ერთ-ერთი რაც ამის გამომხატველია ის არის, რომ აი ეს პროექტი, რომელიც რეალურად ჩვენი პასუხისმგებლობაც არის, ხო, ერთ-ერთი მხარე კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორც ლევანმაც თქვა, ზუსტად ქართველი ხალხი და ქართველი სახელმწიფოა, რომელიც სრულიად დაფარულია და 1-2 ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მოხდა ამ ხელშეკრულების გაფორმება, ხო და შესაბამისად ეს უკვე ყველა ჩვენ განსხვავდება და ეს ყველაფერი უნდა დავინახოთ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა მოვახერხოთ, რომ გავერთიანდეთ იმის გარშემო
გარშემო რომ ამ ქვეყანაში უამრავი რაღაც არის შესწავლილი. პირველ რიგში ის უნდა შევცვალოთ, რომ ქართველს ეკითხებოდნენ ქართულ მიწაზე რა შეიძლება მოხდეს და საერთოდ შიგნით ქვეყანაში რა შეიძლება ხდებოდეს. ამიტომ გავაძლიეროთ ერთმანეთი, გავაძლიეროთ პროტესტი, გავაძლიეროთ ის მუხტი, რომელიც საზოგადოებაში დიდი ხანია არის და რაც შეიძლება მეტი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ თითოეულმა ქართველმა საკუთარ თავზე. ხოლო ამით შეიძლება რაღაც სამში აქციას ჩვენს უერთდებით, ერთ-ერთი ასეთი ჩვენს იდეის ავტორები ვართ და ყველას მოუწოდებთ, რომ ერთად გავაპროტესტოთ ეს ამბავი სამში 7 საათზე რუსთაველზე მათი ოფისის წინ.